თავი მე-14. მოხდა ისე, რომ შაბათს იგი პურის საჭმელად მივიდა ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან. ისინი კი უთვალთვალებდნენ მას. და მის წინაშე წარს დგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული. ამჯერად იესომ ჰკითხა რჯულისმცოდნეებსა და ფარისევლებს. შეიძლება თუ არა მკურნალობა შაბათს? ისინი დუმდნენ, მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა. მათ კი უთხრა: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ მოიყვანს შაბათი დღეც რომ იყოს. ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა. რა კი შეამჩნია, რომ მოწვეულნი წინა ადგილებს ირჩევდნენ, უთხრა მათ იგავი. თუ ვინმე ქორწილში მოგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მას მოწვეული. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და არ გითხრას, დაუთმი ამას ადგილი, მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი. ხოლო როდესაც მოგიწვევენ, მიდი და დაჯექ უკანასკნელ ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას, მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა. მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე. ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. თავის მასპინძელსაც უთხრა: როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნუ რჩენს ძმებს, ნუ რჩენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღოს ამაგიერო. არამედ როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ შენ რომ მოგისხან. ამიტომ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება. ეს რომ გაიგონა, ერთმა მასთან მჯდომმა უთხრა მას: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში. მან კი უთხრა: ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მოიწვია. სერობის დრომ რომ მოაწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა, მობრძანდით ყველაფერი მზად არისო. ყველა მერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა, ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ მაპატიო. მეორემ უთხრა, 5 უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ მაპატიო. მესამემ უთხრა, ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო. დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის პატრონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: გადი სასწრაფოდ ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები. უთხრა მონამ: ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე და კიდევ დარჩა ადგილი. ბატონმა უთხრა მონას: გადი გზებზე და რღობებში, დაიყოლი ისინი რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი, რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს. დიდძალი ხალხი მივიდა მასთან და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და ისი არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო. რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს და იტყვის, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. ან და რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა 10,000-ით დაუხდეს 20,000 მომხდურს. თუ არა და ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, მოციქულებს გაუგზავნის და ზავსას თხოვს. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია, ვერ შეძლებს ჩემ მოწაფედ ყოფნას. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილს ზალა გამოეცალა, რიღათი დამარილდეს. არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს.